შემდეგ აქტიურად იყენებს ფსიქოლოგია და ასევე ძალიან პოპულარული და კარგი საშუალებაა იოგის პრაქტიკა კონცენტრაციისთვის, ფოთვასთან საბრძოლველად და ამ შემდეგ. ძალიან ისედაც ეს აღმოსავლური ესენი მიმართულებები ძალიან პოპულარული გახდა ამ ბოლო დროს. რაღაც ალბათ მოითხოვა ცხოვრების ამ რეჟიმმა, რომ ვიყოთ უფრო მეტად ფიზიკურად აქტიურები და ამასთან ერთად კონცენტრაციის გაუმჯობესებით რაღაცებზე უფრო ღრმად ვიფიქროთ. ეგ შეიძლება ეგეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი, ანუ რას გულისხმობ, იცი რომ მე იმას არ გულისხმობ, რომ თქვა საქართველოში რაღაც ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა თუ გაუარესდა თუ ეხლა საუბრობდით რომ აი უნგრეთშიო თქვა ან ზოგიერთ ქვეყნებში ეს სპორტული აქტივობის ტრადიცია უფრო დიდი არის და ეს ეთყობა ერთს თქვა აი ჯამურად ვინ როგორ ფორმაში არის რა. ხო და ეგ დამოკიდებული არის თვითონ ხარისხზეც, ანუ როგორი თუნდაც როგორი ჰაერი არის, როგორი საკვები არის, როგორი ხარისხის თქვა პროდუქცია არის, დრო როგორ აქვს, თქვა რამდენად სტაბილური სამსახური აქვს, რომ თავისუფალი დრო დარჩეს იმისთვის, რომ განვითარდეს და ამიტომ ეგ რეალურად ანუ მაგ ფაქტორებზეც არის დამოკიდებული და მე მგონია რომ თვითონ ერთ-ერთი კომპონენტი ანუ ეგეც არის რომ ფიზიკური აქტივობა რო ხდება პოპულარული ხო რაღაცნაირად ეგ პირობები ხელს წინაპირობაა. ჩემი თეზისი ესეთია რომ ფიზიკური აქტივობა ალბათ ადამიანის ბუნებაში დაევს თავისთავად ახლა პიროყოფილი ადამიანი ფიზიკური აქტივობის გარეშე ვერ გადარჩებოდა ხო და ეს გენებშია ჩვენს გენებში და ცხოვრების ამ სტილში არ გვიწევს ფიზიკური აქტივობა ზოგს საერთოდ დღის განმავლობაში რამოდენიმე ნაბიჯის გაზრდა შეიძლება მოუწიოს მხოლოდ და ეს არის რაც გვაკვარგინებს კავშირს ჩვენს თავთან ალბათ ესე ვფიქრობ და ალბათ მაგიტომ გახდა პოპულარული. გარდა ამისა ხო ერთ ისეც არის რომ თქვათ ეს ინფორმაციის ზედოზირება რაც არის ხო რაც არის ახლა პრობლემა რომ ყველა მხრიდან ინფორმაცია მოდის და არ ვიცით რომელია მართავი და გვიწევს ამის გადამუშავება ეს ძალიან დიდი დატვირთვაა ტვინზე და იწევს ამ რაღაცა ADHD სიმპტომებს რაღაც კონცენტრაციას, ფოთვას და ასე შემდეგ და მაგან კიდევ განაპირობა ალბათ იოგით დაინტერესება ბევრი ადამიანის. ხო, ეგეც არის, ხო, შენ რაღაც ის ამბობ. ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ან ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ისე პანდემიურმა კონტექსტმაც ხო ძალიან ხელი შეუწყო ბოლო წლებში, ანუ მაგან პოსტპანდემიურმა პერიოდმა, რომ ან რაღაცნაირად